მოგესალმებით, ვაგრძელებთ პარტიების განხილვას. დღეს შემოგთავაზებთ მე-5 და მე-6 ტურის პარტიებს. ვისაც არ გინახავთ წინა ტურის პარტიები, გირჩევთ გადახვიდეთ, ნახოთ ვიდეოები. საკმაოდ საინტერესო პარტიები, რაღაცებს ისწავლეთ კიდეც. მაგალითად, როგორ არ უნდა ითამაშოთ ჭადრაკი. ეგეც საქმეა. და ასე შემდეგ. სამ პარტიის განხილვას დავიწყებ, უნდა აღვნიშნო, რომ მე-5 ტურიდან მოყოლებული ზუსტად ამ პარტიიდან მოყოლებული თავის გასამართლებლად უნდა აღვნიშნო. მქონდა სიცხე, თვალების ტკივილი, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, მოკლედ ყველაფერი საშინელება მომდევნო პარტიები ძალიან ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში ჩავატარე. და ახლაც როცა ამ ვიდეოს წერ და არა მაშინ როცა თქვენ ნახავთ იმედია უკვე კარგად ვიქნები. როცა ამ ვიდეოს წერ მაშინაც ჩემი სხეული და ასაკუთრებით ფილტვები არ არის თვალთ საამაყო მდგომარეობაში. შევეშალოთ თავის მართლებას და გადავიდეთ პარტიაზე. ეს არის მე-5 ტურის პარტია, თეთრი ფერით ხვდებოდი ბილისეიშვილი ილიას, რომლის რეიტინგიც იყო 1828. ჩემი რეიტინგი შეგახსენებთ 1723. ახლა ამ ტურნირზე მაცივარი ახმაურდა და მეც ახმაურდები უფრო მეტად. ბოდიშვიხთი საკმაოდ არასასიამოვნოდ გაისმება ალბათ იმის ხო, მაგრამ ასე მიწევს ამჯერად. მივედი C4, E5, G3, Q2, Q7 მხედარით C3, მოკლედ დებიუტი სწრაფად გათამაშდა. გადავწყვიტე F4 წავსულიყავი, თუმცა Q4-ის მე როცა ვთვლიდი უკვე F4 დიდად აღარ მომეწონა. თუმცა არ იქნება ცუდი სვლა, მაგრამ მაინც ნაადრევი მეჩვენა და საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, აქ ძალიან ბევრი, ზედმეტად ბევრი და მივედი B3-ს. მოკალი ლაზიერით, ხედრით უკეთესი იქნებოდა, თუმცა ლაზიერი უფრო მომეწონა. და რატომღაც ჩავთვალე, რომ ლაზიერით უფრო მეტი შანსი მექნებოდა. D1, ლაზიერი E7, მოკლედ ისეთი არაფერი ხდება, E4 პაიკზე სურს ეწოლა და ამ მომენტში ფაქტობრივად იცვლებულიც ვარ, რომ F3 ვითამაშო, ხედარი მიდის D7-ზე, B1, სამომავლოდ შეიძლება A3, B4 მივიდე, ხედარი E5 ცოტა უზუსტოა არის, F4 საშუალებას მაძლევს, ხედარი D7 ან ტემპს კარგავს. იგივე პოზიცია ფაქტობრივად, თქო ჩემი პაიკი უკვე F4-ია და თან პლუს ამას ჩემი სვლა. აქ უკეთეს პოზიცია რომ მიდგას ხვდები, თუმცა თამაშობ G4-ს, რომელიც როგორც კი ვითამაშე, როცა ვთვლიდი G4-ს უბრალოდ საკმაოდ ბევრი ვარიანტი დავთვალე ჩემი ჭკუით და ელემენტარულ ხედარი F6-ზე ძალიან ცუდი რაღაცები დავთვალე გონებაში, მოკლედ არასწორი რაღაცები. და როგორც კი გავაკეთე G4, ეგრევე მივხვდი რომ ხედარი F6-ის მე უკვე უარეს პოზიცია მაქვს. თუმცა მეტოქი მოვიდა ლაზერი A4-ს. ხედარი F6-ს უნდა მოსულიყო, საუკეთესო სვლა არის და ხედარი F6-ზე თავდაპირველად ვფიქრობდი ხედარი G3-ს. რაც იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა ხედარი G4-ის გამო, მაშინ ლაზერი A4 და G4 პაიკიც იკარგება შემდეგში, თქვა G5-ს თუ მივედი, არ ვიცი, ძალიან ბევრი სვლა მოიგებს აქ, მაგალითად Q4 არის D5-იც და ძალიან მძიმე პოზიცია მაქვს, ძალიან მძიმე. ამიტომ აქ ხედარი G3 დავიცავდი და მომიწევდა ამ პაიკის დათმობა. კომპიუტერი მთავაზობს E2-ს. საბოლოო ჯამში წაგებული მაინც არ არის ეს პოზიცია, რაღაც თანაბართან არის ახლოს, თუმცა მინუსებში გადავდიოდი რა. პლუს პოზიციიდან მინუსებში გადავდიოდი და თან პაიკი მყავს ნაკლები. ალბათ ხედარი C3 ან ხედარი C3 ეტლიეროა F5 და მე F4-ს მოვა ამ პაიკს დავაწვევი, რაღაც კონთამაში მაქვს და ამიტომაც ეს პოზიცია მაინც თანაბართან უფრო ახლოსაა ვიდრე წაგებულთან, მაგრამ G4 მაინც ცუდი სვლა იყო, ლაზერი A4-იც ცუდი სვლა იყო. ხედარი G1-ს არ აუშავდა, ხედარი F3-ის გადაყვანა მიდოდა ლაზერის აქედან გაძევება, შეიძლება და Q3 ან Q2 და მე Q1 ან Q4-ის თამაშიც. თუმცა იმ მომენტში ეს დავინახე, მოვიდა ხედარი E6. აქ თუ მოვა ხედარი F6 უკვე საშიში აღარ არის, იმიტომ რომ ხედარი F3 მაქვს და აქ იძულებულია ხედარი G4 აიღოს. ამას ვერ ვკრავ, მე G1 რომ ჩავიდე და ლაზერიც კიდია და ხედარიც. ლაზერი A5 ერთ-ერთი საუკეთესო სვლა არის და H-ზე Q4 არის და აქ უბრალოდ შემიძლია F1-ით დავიცვა. და არაფერი ისეთი არ ხდება, უკეთესი პოზიცია მაქვს გების შვენიერი შანსებით. ფიგურა ყავს ორ პაიკში.
მოვიდა მხედარი აქვს ლაზერი D2, ყველაზე სწორი სვლა არის, წავიდა ლაზერი E7. რაც თავს სუსტი არ იყო, თუმცა ალბათ იმიტომაც წავიდა, რომ მხედარი F6 უკვე აღარ გადის აქ. და ლაზერი H4-ზე დიდადურებს აკეთა და მაინც მხედარი F3 მიდოდა შემდეგში. აქ მოვედი მხედარი F3-ს, რაც უზუსტობაა კომპიუტერი ამბობს. Q3 ჯობდა მაგალითად და Q2. D6 მაგის შეიძლება ზეწოლის აძლიერება, თუმცა საკუთრებული არაფერი. მოვიდა მხედარი C5-ს, მივედი Q3-ს, ამ შემთხვევაში კარგი სვლა არის G6. ეტლი 1-იც კარგი სვლა არის Q7. აქ უკვე დრო ორივე ძალიან ცოტა გვაქვს, ნენელა გვაყდება, განსაკუთრებით მე მქონდა ძალიან ცოტა. და მინდოდა რაღაცა მომხდარიყო პარტიაში, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ნელა მიდის და ცოტა დამღლელიც იყო ამის თამაში. ალბათ აქ ეტლი D1 უნდა მეთამაშა უბრალოდ. D6 პაიკს დავწოვდი და რეალურად აქ Q3-ს თუ აპირებს, Q3 არასწორი გადაწყვეტილება არის. ამას ხედავდი, რომ Q3 არ იყო სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქ ჩემი შავი Q ძალიან ძლიერი გახდება მალევე. ლაზერი D4-იც მაქვს აქ ეს ცუდად კიდია და ასე შემდეგ. F5 უნდა ითამაშოს, რაც არ ვარდა. თუმცა აი ვეღარ მოვითმინე რაღაცნაირად და მივედი E5-ს. მოკლა მოვკალი მხედრით, რაც ცუდი სვლა არის, მხედარი E5 და Q5 მოკლა. Q5-იც არ მოსწონს კომპიუტერს H5 უწერია სწორ სვლა და რეალურად სუსტი მეფე ყავს და ამის გამოყენება შეიძლებოდა. აქ მოვიდა, აქ ფიქრა საკმაოდ ბევრი დაახლოებით 5-6 წუთი მაქვს ალბათ აქ დრო და მაგას ქონა და 10 წუთზე მეტი ოდნავ ალბათ. მოგეთ იმდენი ფიქრა, რომ სანამ 1 წუთი არ ჩამოვიდა და ცუდი სვლა გააკეთა, ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება მსგავსი შეცდომები. თუმცა მხედარი 4 მაინც ძალიან უცნაური ბლანდერია აქ. ძალიან გამიგვირდა მოკლედ. B6 ფიქრობდი რომ მოსულიყო, თუმცა B6-ზე Q6-იც კი გადიოდა თურმე. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოსმოკლა ალბათ შემეშინდებოდა Q4-ზე H7 და ლაზერი H4-ზე Q8. და აქ ნუ არაფერი არ არის. ასეთი ვარიანტი აქ უბრალოდ ფიგურა ყავს ზედმეტი. მაგრამ ქონდა სხვა სვლა, მაგალითად ლაზერი D7. კომპიუტერი წას ლაზერი D7. ამ პოზიციაში მე ვაფასებდი, რომ შავის უპირატესობა იყო კომპიუტერი დაახლოებით თანაბარსწერს. ნუ მხედარი 4-ს მერე მხედარი 4 ძალიან ცუდი სვლა, თუმცა მე ცუდი სვლით უპასუხე Q7 მოვკალი. რადგან ნუ რაღაც კონკრეტულ ვარიანტს ხედავდი და მომეწონა ვარიანტი, საერთოდ არ დავფიქრდი იმაზე. მით უმეტეს მინდოდა დროზე მომეხდინა წნეხი. რადგან ძალიან ცოტა ქონდა დარჩენილი, უფრო სწრაფად მეთამაშა და ნუ ეგ შეცდომაც იყო ჩემი მხრიდან. მხედარი 4 მქონდა, აქ ლაზერი A3-ს მხედარი F6-ში უნდა მოკლა სწორი ეტლს ვიღებ უბრალოდ. და როცა მოყავს მე G7 და არ ვიცი, აქ ეტლი F1 სერიოზული უპირატესობა აქვს თეთრს, მოგებულია ფაქტობრივად. ნუ ლაზერების გაცვლა აწყობს ალბათ ჩავს, მაგრამ ნუ არ უნდა გაცვალო. ამც გაცვალო მაინც ვერა თუ კეთესია. ლაზერი D4 და მაინც სვლის პრინციპში. P1. ნუ უბრალოდ წაგებულია შავით ეს და მონეძერა თუ წამოვიდა, არ ვიცი რა დაითვალა, ან ვერ დაინახა. შეიძლება ეს ვერ დაინახა, როგორც მე ვერ დავინახე, მოკლედ მომეში, თუმცა ძალიან მარტივი დასანახი იყო, უნდა აღნიშნო. საბოლოო ჯამში მოკლედ Q7 მოვყალი, მხედარი D2, ეტლი E5, მხედარი B1 და აქ უკვე ვფიქრობ, რომ მხედარი B1 მოვყალი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პოზიცია მაქვს და მოგების შანსები მაქვს დიდი. რეალურად A4 იყო სწორი გაგრძელება, რომელიც უნდა ეთამაშა თურმე. მან ეთამაშა Q6, რაც ცუდი სვლა არის. და ეგ მაშინ ვიგრძენი, იმიტომ რომ Q6 მაქვს აქ. და ეს კუთხა ძალიან კარგად თან მეფეს კეთავს, თან D8 უჯრას აკონტროლებს, თან აკონტროლებს A1 უჯრას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოვიდა A4-ს, აქ ვითამაშე ეტლი E3. რაც ყოფილა უბრალოდ ძალიან ცუდი სვლა. და არც კი მიფიქრე ამაზე რა. იმიტომ რომ ქონია Q4. ნუ AB მოკლა. მაგრამ ქონია Q4. Q4-ზე ალბათ Q4 რომ მოეკლა. ბევრს არ დავფიქრებოდი და აქ მოვკლავდი. და ბანალურად ვფიქრობ, რომ ორი Q ეტლთან უკეთესი უნდა იყოს ორი Q. არა და რეალურად საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს შავს. ჩემი თეთრი Q არის საკმაოდ სუსტია ამ ეტაპზე. შავი Q უფრო დაცვით ფუნქციებს ასრულებს. -1 და 6 წერს კომპიუტერი, -1 და 7, რაც საკმაოდ ბევრი არის და. გამიგვირდა ეს, მაგრამ ნუ ორი ბაიკიც ელემენტი ყავს, თან სუსტი ბაიკები მყავს. პლუს ამას თეთრი Q ვერ აქტიურობს.
ეს პოზიცია მოკლედ შავის იყო. შავს ბევრად მეტი შანსი იქნება, თუმცა ვერ დაინახა QC4. QC4 რომს დაინახა, ეტლ-G3 ქონდა მერე სწორი სვლა. თუმცა უპირატესობას უშვებდი ხელიდან. AB-ც ნორმალური სვლა, ეტლ-B3-ია სწორი სვლა, იმიტომ რომ QC4 ისევე კიდება. თუმცა AB იმდენად ცუდი აღარ არის, როგორც წეღანება QC4 ეტლ-8-ს ვარიანტი. აქ მოვიდა ეტლ-2, სადაც ძალიან ცუდი სვლა არის. იმიტომ რომ QC4-ს აღარ უშვებს, QC4 გამორიცხულია. აქ QC4-ც აქვს და უკვე QG4-ც აქვს. QG4 ეტლ-8-ს ავიღებ, ეტლ-8 აქ აშე თუ ავიღებ უარესი მაქვს, რეალურად არ უნდა ავიღო, აშე და ხედავთ C3 თუ უნდა ვითამაშო. და აქ შავს შვენიერი შანსები აქვს, ოდნავ მინუსს წერს კომპიუტერი. თუმცა რავი, ორი ფიგურა ეტლთან მაინც ასე ბანალად რო შეაფასო ალბათ. ალბათ რა ორი ფიგურა უკეთესია, თუმცა ამ კონკრეტულ პოზიციაში როგორც ჩანს, ვერც ერთმა ვერ შევაფასეთ ეს ყველაფერი სწორად. თან უკვე 2 წუთზე დაბლავართ, რაღაც ძალიან საიტუნაში ვთამაშობთ ამას. ნუ ეტლ-2 ცუდი სვლა, ხედავთ C3. ყველა ისტორია სვლა იყო და მარტივი სათამაშოც ტემპით მოდის. ხედარი E2 ნორმალური სვლა, ხედარი F4 Q7 შეცდომაა. იმიტომ რომ ეტლ-D3 საშუალებას მოდის და Q8-ზე უნდა წავიდეს. აქ უბრალოდ მეფე A2, A6, აქ უკვე მოგებულს უახლოვდები ნელ-ნელა. მეფე G3, G5 კიდევ ერთი უზუსტობა არის, იმიტომ რომ აქ უკვე შამათის იდეებიც ჩნდება, მეფე A7 ესევე შეცდომა, Q3, ეტლ-2-ზე Q7-ს მოვიდა, რადგან ხედარი F6 უფრო სწრაფად იგებდა. აქ რომ ასულყავი ხედარი F6, ხედარი G6 მე Q4 იყო, მეფე შეშვის ხედარი A5-ია და აქ შამათია საერთოდ. და Q4 შამათი. თუმცა აქ უყურებ, რომ Q3-იც მერეც მოგებული მაქვს, თან დრო ძალიან ცოტა მაქვს და უბრალოდ მოდივარ Q3-ს. მოვიდა ეტლ-6 და აქ ეტლ-8-ის მერე უბრალოდ წაგებული ეს პოზიცია, აქ ორსვლა შამათია, ხედარი F6 და მეფე G6 მოვა თუ G7-ზე მნიშვნელობა აღარ აქვს, ეტლ-8 შამათია შემდეგი სვლა. ასე თუ ისე ეს პარტია მოვიგე. ნუ საბოლოო ჯამში კარგი პარტია ვერ იყო, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალი პროცენტით მაქვს თამაშები. და ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ალბათ სახსენებელი მეოთხე პარტიის შემდეგ, რომლის ნახვა შეგიძლიათ, თუ არ გინახავთ ჯერ, ჩემი სათამაშო ხარისხი საშინლად გაუარესდა. ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუარესდა, სათამაშო ხარისხით, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მოკლედ ყველაფერი არამისაბაძი და მოუწონარი მე და მემართა მაგის მერე. ნუ თუმცა ეს პარტია მოვიგე, ასე გამოვიდა და 5-დან მქონდა 3 ქულა. ახლა გადავიდეთ შემდეგ პარტიაზე, მე-6-ზე, რომელშიც ხვდებოდი შოთია ბარბარეს, რომელსაც 1926 ჰქონდა რეიტინგი. შავი ფიგურებით ხვდებოდი და გადავწყვიტე დამეგუგლა ეს მოთამაშე, დაუგუგლა და ვნახე, რომ E4-ს თამაშობს და იმ ვარიანტზე, რომელსაც მე ხშირად თამაშობ ხოლმე, ვინც უყურებ ჩემს სტრიმებს. კლასიკურად თამაშობს, ანუ ხედარი F3 D4-ს მოდის. და ეს ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მეთამაშა სიცილიური. მოგაცრავთ. ხედარი D4 E5 მოკლედ, როგორც შევარკვა ეს ვარიანტი არ იცოდა. აზერ D3-ს ჩავიდა, რაც არ არის სწორი სვლა. თუმცა ლაზერ D3 არ განმიხილია, როდესაც მივხვდი, რომ დიდი ალბათობა იყო ამ ვარიანტში. წამოყოლა და ლაზერ D1 განვიხილა და იქ მთელი მისი აღზრდილი ლაზერ D3 არ განვიხილა, თუმცა ახლა D5 იყო სწორი სვლა მახსოვდა. და ED-ზე რო F5 უნდა მეთამაშა მახსოვდა. დანარჩენი აღარ მახსოვდა უკვე არაფერი. თუმცა მივიღე უკვე სასიამოვნო პოზიცია ლაზერ D2, მithomდეს არასწორი სვლა არის. და უკვე ეტლ-8 მაქვს ძლიერი სვლა, რომელიც დაფაზები ვიპოვე. ხედარი D4 აქ არ არის სწორი სვლა, მაგრამ ხედარი A3 და აბა იქ თუ დავაწვევი ძალიან უბრალოდ C3-ია და აქ ძალიან ცუდი პოზიცია მაქვს, ეს წაგებულია უკვე. რადგან ეს დავინახე, აქ ეტლ-8 ერთ-ერთი სვლა იყო, გრძელი როქი არ იქნებოდა სწორი, იმიტომ რომ მეფე ძალიან სუსტდება აქეთ. მოკლე როქი ბევრად ჯობია ეტლ-8, მოკლედ C3, რაც მეუცნაურად და კიდევ უფრო უცნაური ხდება შემდეგი სვლის მერე. მოვიდი ხედარი A7, საეჭვო სვლას წერს კომპიუტერი, მაგრამ ჩემი ძალიან ჩვეულებრივი სვლა არის. A6 უკეთესი იყო, თუმცა ალბათ A6 იმიტომ რომ ლაზერი G5 არ ქონდეს არსად და
მე თითქმის ყველგან უყურედი ლაზერი G5 ალბათ ყველაზე სწორი ვარიანტი იქნებოდა თეთრისთვის, თუმცა აქ ითამაშა C4, რაც არის ცუდი სვლა საკმაოდ. ჯერ ერთი ტემპით აკარგა წინასვლით C3 ითამაშა, ახლა C4. ამ პოზიციაზე რომ წამოვიდა, მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ აქ უკვე გრძნობ, რომ ახლოს ვარ მოგებულთან. ეს გრძნობა რაღაცა კარგად გრძნობ ხოლმე, მაგრამ მე აღარ გამოდის რა. ხედარი D4 უმარტივესი სვლა არის აქ, ხედარი A3-ც თავისთავად. უბრალოდ როქი გავაკეთე და მოვიდა B3-ს. აქ მაქვს საკმაოდ დიდი უპირატესობა უკვე, ყველანაირად. მიუხედავად იმისა, რომ პაიქს ვაგებ, მისი მეფე უსუსტესია, ჩემი ფიგურები აქტიურია და რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო, რომ ყისიერად შევქნა პრობლემები და ვფიქრობდი ძალიან დიდ ხანს ისე უაზროდ დავხარჯე დრო და გავაკეთე საუკეთესო სვლა B5, მაგრამ ვფიქრობდი ხედარი D5-საც. რაც ასევე მშვენიერი სვლა იყო. და ბრილიანტი ვაგერ უცებ დაეწერა. ხედარი D5 ჯობდა ესე იგი. ხედარი D5 ბრილიანტია, B5 საუკეთესო სვლა. ესე იგი ბრილიანტი ჯობია საუკეთესო სვლა. CD და D5, რაც შემდეგ მაინც გავაკეთე, მაგრამ აქ უკეთესი იყო, როგორც ჩანს ლაზერი S3 მოდიოდა. მე მაინც B5-ის თამაში მიწევდა. რაც რავად მოახსენე ჩემ მდგომარეობაზე, ლიდერვა და კონკრეტულ მოგებას ვერ ხედავდი, მაგრამ პოზიცია იმდენად უკეთესია, რომ ლიდერვა საეჭოა. აი მოკლედ -3-მდე არის ეს პოზიცია დაახლოებით შეფასებულად, ძალიან ბევრია. B5-ით მშვენიერი სვლა გავაკეთე აქ. მოვიდა ყუბეორს და აქ ვითამაშე ძალიან ცუდი სვლა. BC მოკალი. BC არანაირად არ მაწყობდა, იმიტომ რომ აქ თუ შეწირავს ვაპირებ, ჯობია შევწირო უკვე რა დროს კარგა უაზროდ. აქ ხედარი D5 საუკეთესო სვლა. BC-ს მე BC მოკლა და აი უკვე აქ მოყალი ხედარი D5 რაც შეცდომა არის. უკვე აღარ არის ეს ძლიერი როგორც წეღანი იყო. წეღანი იქნებოდა. ეტლ D5 მაინც უკეთეს პოზიცია მიდგას -1 არის. Q4 მოკლა და აქ ყლა ეტლ D4 რაც არის შეცდომა. ამ პარტიაში ეს პარტია სავსე არის შეცდომებით და სერიოზული აი ამ პარის სერიოზული ცვლილებებით, ამიტომაც დაკვირვება ღირს. ED-ს მიწერდა კომპიუტერი და აქ ED იმიტომ არ ვითამაშე, რომ მეთქი Q2 აქვს. კი არა, Q3 აქვს. და Q3-ზე რო ლაზერი 7 მაქვს, აქ A3-ზე კიდია, მაგრამ X საერთოდ ვეღარ დავინახე. Q3-ის გამო არ მოწონდა რეალურად რა. მეთქი ეტლ 5-ში რა უთხრა, მე F1-ს გაწევს, არა და ეგეც ბევრად უკეთესი არის. თორე Q2-ს თუ მოვიდა და უბრალოდ D3-ს მივიდოდი და როქზე D2 მქონდა და ლაზერი D5 უნდა მოყავს ალბათ აქ და აქ ავიღებდი. და ამ პოზიციაში უკეთესი ვარ, თუმცა არც ისე რა. -1 და 35 კი წერია, მაგრამ მეტის იმედი მქონდა მოკლედ ამ პოზიციიდან, როცა აქ ვყავდი D4-ს, რაც რეალურად იყო შეცდომა. მოვიდა ლაზერი B2-ს და აქ ვითამაშე კიდევ ერთი ცუდი სვლა ლაზერი G5. რეალურად აქ უნდა მეთამაშა ლაზერი სხვაგან. აქ ლაზერი სვლა სწორია, მაგრამ C6-ზე უკეთესი იქნებოდა ლაზერიან D6-ზე. D6, ლაზერი C6. ჩემი გეგმა ერთი შეხვედრით მარტივია, როქი არ უნდა გავაკეთებინო და რაღაც კონკრეტული მოვიფიქრო, თუმცა ლაზერი G5-ით ნელა ვიუარესე პოზიციას. მოვიდა ხედარი C4, რაც ერთ-ერთი სწორი სვლა არის. აქ ბევრი ვიფიქრე, ამ ხედარი S3-ზე ჩდება ძალიან შემაწუხებლად და აქ ერთ-ერთი სწორი გეგმა რაც რჩება არის Q6-ში და მე ხედარი S3-ის მერე F5-ის წასვლა რაც გავაკეთე. ეტლ D1 მოვიდა რა შეცდომა და მივედი F4-ს. რაც ასევე არ არის სწორი სვლა რა. ამ პოზიციაში. ლიერო იქნებოდა სწორი სვლა, ასე ამბობს კომპიუტერი. აქ ეტლ D4 მოკლა და აქ ვითამაშე ED, აქ უკვე იმის აღნიშვნა მინდა, რომ დრო გვაქვს ძალიან ცოტა, განსაკუთრებით მე სადღაც 2-3 წუთი მაქვს და მეტოქის აქ დაახლოებით 10 წუთი. და აქ F-ე როცა მოკალი, ვფიქრობდი, რომ ეს მოგებულთან ახლოს იყო, თუმცა მალევე დავინახე, რომ ქონდა ასეთი სვლა F4. რომლის მერეც აი უბრალოდ ძალიან რთულდება ჩემი სიტუაცია რა. უბრალოდ წაგებული არის. ძალიან ახლოს არის წაგებულთან. F4-ის მერე, ლაზერი H4 არ მაქვს S3-ის გამო ლაზერი H5-ზე უბრალოდ ეტლს გაწევს, ან Q2-იც აქვს.
ეტლის რო გაწიოს არაფერი ხდება. ამას თუ მოკლა მაგალითად ეტლით, უბრალოდ მოკლავს თვითონაც F-ს ავიღებ და ეტლით უკან ვარ და ისეთი შეტევაც არ მაქვს, აქ რამე გავაკეთო, აქ არაფერი ისეთი აღარ ხდება. მოკლედ F4 იყო ძალიან მტკივნეული სვლა იქნებოდა ჩემთვის და როგორც კი გავაკეთე F-ი და დავიწყე დათვლა, მაშინ დავინახე რომ F4-ით ვაგებ. მაგრამ F4-ს არ მოვიდა Q4, რაც არის საშინელი სვლა. თუმცა უფრო უარესი ჩემი შემდეგი სვლა არის, რომელიც არის ლაზიერი G2. აქ უბრალოდ F-ი მეფე ვერ მიდის D1-ზე, იმიტომ რომ Q4 გვდება და მაგ დიდი პრობლემებია. ლაზიერი F4, რა თქმა უნდა, არ ვაგე F4-ის გამო და Q6-ზე მეფეს გავწევ. თუნდაც A8-ზე რო გავწევ, აქ შამათი არ არის, იმიტომ რომ ეს აკონტროლებს. და მოგებული ეს პოზიცია. შეეხება მეფე F1-ს. აქ უბრალოდ D მაქვს და Q6, როცა მოყოლ მეფე A8 მაქვს და ეს ეტლი ჩათვალეთ არც არსებობს. და ნელ-ნელა ძლიერდები და -5 დგას დაფაზე რა, უბრალოდ მოგებულია შავით და როდესაც ამას უყურებდი, აქ აი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ კონკრეტული უცებ ვერაფერი დავინახე, ფიგურა ნაკლები მყავს. დრო 1 წუთი მაქვს, სადღაც მოდი არ გვინდა ეს პოზიცია. არა და ეს პოზიცია არის სუფთად მოგებული, ანუ ეტლი ყოფილა კიდე რა. ნუ არ ვიცი, რა უნდა ითამაშოს, მაგალითად Q3-ს წერს კომპიუტერაზე D3-ია. ლაზიერი B1, ლაზიერი S3 აქვს. მუხარებია ლაზიერი D1 ეტლი C2 არის ეტლი C1 კიდია და აქ შენ 3 უკვე სათამაშოდ ეტლი C1. ნუ ეს პოზიცია არის მოგებული, რა თუნდაც ეტლი D1 რომ მოკლა. ეტლი D1-ს მოყავს ლაზიერი 1-ია და დაუცველია ეს მუხარა შამათი იქნება რამდენიმე სვლაში. თუმცა შესანიშნავი შანსიც ხელიდან გავუშვი და ვითამაშე. ცუდი სვლა ლაზიერი G2, რომელზეც ნუ Q6 ნული მეფე A8 და ითამაშა ეტლი F1. აქ ვითამაშე კიდევ ერთი ძალიან ცუდი სვლა F-ი, რის მერეც ვაგებდი. აღარ ვერ დავინახე აქ რომ ვაგებდი, აქ უკვე მგონია რომ შეიძლება მოვიგო კიდეც ეს პარტია. რეალურად D4 არის ორი სვლა აქ ისე. და ყაიმი შანსები მექნება. თუმცა აქ F-ი მოკლა და მეტოქე მოკლა ლაზიერი F4. კი არა. ხო აქ ლაზიერი F4 მაქვს მონიშნული არასწორად. მეტოქე მოვიდა მეფე E2-ს, რაც ასევე ძალიან ცუდი სვლაა. საიტნოტის შეცდომებია მოკლედ ეს. ლაზიერი F4-ზე ვაგებდი ეგრევე, იმიტომ რომ ეტლი F4-ს მოკლა ეტლი D2 არის და შამათი მაქვს უბრალოდ. თუ არ მოკლავდა, მაშინ ასეთი რაღაცა ხდება და ეს წაგებულია, რა თქმა უნდა, აპაიკი გადის ლაზიერში. საბედნიერო ლაზიერი F4 არ მოკლა და მოვიდა მეფე E2-ს. რაზეც ED მოკლა და აქ ისე მოსაგებთან ახლოს ვარ ძალიან და ლაზიერი B3 უდიდესი შეცდომა. აქ თამაშობ ლაზიერი E2-ს, მეფე D2 და აქ ვაკეთებ ცუდ სვლას ისევ ეტლი E2-ს. მაინც ახლოა თითქოს მოგებულთან, მაგრამ აქ მქონდა კონკრეტული ვარიანტი D3. D3 ძალიან ძლიერ სვენდა ლაზიერი E2-ს ემუქრება და ლაზიერი D3 თუ მოკვდება, აქ მე შემიძლია E6-ზე მოკლა. და ნუ ჩემი მეფეს არაფერი ემუქრება, მისი მეფე საშინლად გამოიყურება, პაიკი მყავს F4-ზე, ეტლი ძალიან ცუდი, დამთავრებული თამაში აქ. Q უნდა გადაარჩინოს ალბათ, Q3 რომ თქვათ ეს დაიცვას, ლაზიერი E2-ია და მეფე C3-ზე არ ვიცი, ლაზიერი 1-იც იგებს რა. მეფე D3 თუ მოკლა მაგალითად, ეტლი F3 შემიძლია შევიდე და ხავიღო ეს. სხვა თუ არაფერი, ეტლი B3 სამთავრებს თამაშს. B3 და ეს უბრალოდ მოგებული პოზიცია. თითქოს უმარტივესი და რეალურად მართლაც უმარტივესი, თუმცა მე ვერ დავინახე, აქ მოკლა ეტლი F4 და ლაზიერი S3, F ამენჩბილამდე მივედით. რომელიც შავის მოგებულიაო წერს ისე კომპიუტერი და მე აქ ისეთი განწყობით ვარ, რომ დროზე დამთავრდეს ეს პარტია. მგონია რომ იქ მოგების შანსები მქონდა. იმასაც უშვებ რომ წაგებულიც მქონდა, სადა მაგალითად F4 დაფაზე ვიპოვე რომ წაგებული მქონდა F4-ის მერე, იმასაც უშვებ რომ წაგებულიც მქონდა და გადავრჩი კიდეს რაღაც მომენტში, მაგრამ მეტოქე უფრო მეტჯერ გადარჩა და
აქ ამ ენჩპილს უყურებ, თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება და ნეტა მალე მორჩეს რომ წავიდეს სახში და ყაიმი დამთავრდეს და რეალურად აქ მოსაგებად უნდა ვითამაშო ეტლი F6 მაქვს, G6 და ბევრად კონკრეტული ვარიანტები მაქვს, ვიდრე მე ვთამაშობ აქ რაღაც არც თუ ისე სწორ შლებს. თუმცა მეტოქეს არ თამაშობ სწორად და აქ შემეძლო მოგება. აქ მიდივარ A7-ს, რაც არის შეცდომა და შამის მერე ყაიმდება პარტია, ოღონ არა მეფე A6-ის გამო, მეფე A6-ის შემდეგ. ახლა რა ხდებოდა აქ? აქ უნდა მეთამაშა G4 და არ ვიცი ძალიან უცნაურია და შეიძლება არც არის უცნაური, მაგრამ აქ G4 არ ვითამაშე, იმიტომ რომ გონია რომ ეტლი მოდის B5-ზე. AB-ს საერთოდ ვერ ხედავ და მე თუ მეფე G6 ავწერ, მოდის ეტლი B6. და ეს არ მომწონს, უკვე მეფე F5 კი მაქვს, მაგრამ აინც არ მომწონს რა. იმიტომ რომ ამას თუ მოყვა ასე, მერე მიწევს ამის გაკეთება. ხომ მე ვიდეო H3-ს თორე წაგებული მაქვს და ამის გაკეთება არ მინდოდა. ეს მაინც ყაიმია, მაგრამ თან დრო ცოტა მაქვს და რაღაცა არ მომწონს და თან ეტლ B5 მგონია სწორი სვლა, იმიტომ რომ AB-ს ვერ ხედავ. ნუ არ ვიცი, ახლა ეს კიდე სიცხეს დავაბრალო, კიდე არ ვიცი, ასაც არ დავაბრალო, მაინც უპატიებელია. თუმცა მაინც მოგებულია ამის მერე. FB7, ეტლი A3, A6 და აქ თამაშობ H3-ს. აქ მოდის A7 და აქ ვაკეთებ სვლას, რომელიც აიმებს პარტია. G4. ნუ აი და რატო ვაკეთებ G4-ს? ახლა რეალურად მეფე სვლა იგებს, მეფე უნდა ავიდეს ზევით, მეფე G6 იგებს პარტიას რა. მეფე G6-ზე აი ვეღარც ვიტყლობ, მგონია რომ ეტლ B6 ხიში არის და მეფე H5-ზე ეტლ A6 მოვა. და მე თუ მოკლავ ეს ლაზერში გასვლას მასწრებს და რეალურად აქ A2 რომ ახსვლა მაგას საერთოდ არ უფიქრდები რომ ეტლი A3-ის მერე გავდივარ ქიშით. და ეს პოზიცია არის მოგებული. ახლა A2 ერთ-ერთი რომელიც იგებს რა. და მაგიტო არ მოდივარ G6 რომ მგონია ეგეთი რაღაცა რეალურად ეგეთი რაღაცა არ არის და ეს არის სუფთა მოგებული პოზიცია შავით. და კიდევ ერთხელ ვანიავებ მოგებულ პოზიციას მივდივარ G4-ს, კატასტროფაა. ეტლი მოდის უკვე. აქ უკვე ყაიმია ეს სუფთა ყაიმი G4. გაიცვალა და ეს არის უკვე ყაიმი. ეს მორჩა ყაიმი და პარტია რომ მორჩა მოკლედ ზუსტად ვიცოდი რომ ძალიან ბევრი გამქონდა მოგებული, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო რაც არის, ენჩპილი რომ მოგებული მქონდა, ეგ არ ვიცოდი დაფაზე, რაღაც მართლა სამარცხვინოა რა. პირდაპირ ამბობ აგერ დაუფარავად. მოკლედ ძალიან ძიმე პარტია იყო, აი ფსიქოლოგიურად ძიმე იყო, იმიტომ რომ ეს რომ მომეგვე 6-დან 4 ქულა მექნებოდა, ლიდერებს მივახლოვდებოდი და ის მეოთხე პარტიის მერე მეოთხე ტურის მერე დაკარგული мотиваცია შეიძლება გამგვიძებოდა ცოტა. მაგრამ აქ ისეთი ყაიმი გავაკეთე რომ ნუ არ ვიცი. მერე თავის ერთ-ერთი შემეძლო მეგეშება ის იყო რომ ორ მომენტში მქონდა წაგებული რა. პირველ მომენტი იყო F4. ხო აქ F4-ის მერე უბრალოდ წაგებული მაქვს და ნუ მეორე მომენტი კიდევ უფრო პირდაპირ წაგებული მქონდა აქ ლაზერი F4-ის მერე. ნუ რადგან მეც გადავრჩი აქ წაგებას. არა უშავს მეთქი ყაიმსა, ბოთ ამით დავიწყნერ თავი, თუმცა ნუ რა თქმა უნდა, როცა ამ პოზიციამდე მიხვალ, თან თეორიულად მომზადებული ვიყავ თუ ისე და აქ ხედავდი რომ აქ ცნობ რომ ეს მოგებულთან ახლოს არის შავი ბევრად უკეთესი არის. თან ხედავდი ხუთ უყურებ და მაინც არ კლავ. მე ეგეთ პარტიას ვერ იგებ და დამთავრებ ყაიმს, ნუ ძალიან საწყენია მოკლედ. ბევრი აღარ გავაგრძელო, ეს იყო მე-6 ტურის პარტია და ესე იგი 6 ტურის თავზე დამიგროვდა 3 ნახევარი ქულა. შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.